ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. How are you, Mr. Pierre? ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრება ისე წავიდოდა, რომ მე აღმოჩნდებოდი მისი უდიდებულესობის, ბატონი პიერ რიშარის სახლში და უღრმესი მადლობა ამ მიღებისთვის. და ალბათ ამ დღეს ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. Merci. Comment on dit déjà? Madlova. Madlova. Madlova, voilà. ბატონო პიერ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თქვენს ცხოვრებაზე, როგორ მოხვედით დღევანდელ დღემდე და ეს ძალიან შესაშურია ბევრისთვის, თუმცა ამ გალდაცემას აქვს პირველი ტრადიციული კითხვა და მე ამ შემთხვევაში ესე შეგეკითხებით თქვენ გარდა იმისა, რაც ვიცით, ვინ არის პიერ რიშარი? ვფიქრობ, რომ მიზეზი რატომაც ვარ ჩემს ფილმებში, არის ის ფაქტი, რომ საბოლოო ჯამში მე ცხოვრებაში ძალიან გავარ ჩემს ფილმებს. უფრო კი პერსონაჟებს, რომლებსაც მე ვთამაშობ. ნათამაშები მაქვს დაბნეული როლები. ხანდახან ცხოვრებაშიც მოუხერხებელი ვარ, ზოგჯერ ძალიან მოხერხებულიც. ერთადერთი შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ ფილმებში ვარ უიღბლო, მაგრამ ცხოვრებაში მე ძალიან ბედნიერი ვარ. ფილმში ხომ გამოგონილ როლებს ვთამაშობ, მაგრამ სხვა მხრივ ძალიან ახლოს ვარ ჩემს გმირებთან. ასე დაიწყო ჩემი კარიერა. ჩემმა პირველმა პროდიუსერმა მითხრა, თავად გადაიღე კინო და შექმნი მას. აშკარაა, რომ ისტორიებს თავად ვქმნი, მაგრამ პერსონაჟი ძალიან ახლოს არის ჩემთან. ბოლოს ტაქსიში რომ ვიჯექი, ტაქსის მძღოლმა მითხრა, ცხოვრებაშიც ისეთივე დაბნეული ხართ, როგორც თქვენს ფილმებში. მე ვუთხარი, რომ საერთოდ არა. მე ნათამაშები მაქვს ფილმში, სადაც ყურადღება მეფანტება, მაგრამ სხვა მხრივ საერთოდ არ ვარ დაბნეული. ტაქსის მძღოლმა მითხრა, კარგია ისევ შენთვის, თორემ ცხოვრებაში გაგიჭირდებაო. სახლში რომ მივედი, ტაქსიდან გადმოვედი, სადარბაზოში შევედი და მესმის, როგორ აკაკუნებს ტაქსის მძღოლი კარზე და ამბობს, ბატონო, თქვენ დაგავიწყდათ თქვენი ჩემოდანი. მე მოველოდი სიმართლე რომ გითხრათ ამ პასუხს და აქედან გამომდინარე ეს კითხვაც მაქვს. თქვენი ნათამაშები როლებიდან ყველაზე მეტად ვისთან შეგიძლიათ საკუთარი თავის იდენტიფიცირება? ფილმში არის ცოტა ყველაფერი გადმოცემული. მე გადამიღეს ფილმში თხა, სადაც არ გამიმართლა. ის არის აბსოლუტურად უიღბლო, რაც ადრეც ვთქვი. არ ვარ უიღბლო, მაგრამ როგორც ყოველთვის, ხანდახან მაქვს ცუდი იღბალი. ჩემს ფილმებში ცოტა ყველაფერია ნაჩვენები. ეს როგორც ფილმებზეა დამოკიდებული, ასევე ჩემზე. სულ უფრო და უფრო ნაკლებად ვარ ფილმებში, რადგან ახლა ხანდახან დრამატულ როლებს ვთამაშობ და შესაბამისად, ამას არაფერი აქვს საერთო ჩემს პირველ ფილმებთან. ასე რომ, არ ვიცი, როგორ ვუპასუხო ამ კითხვას. რომელი ფილმია, რომელშიც ყველაზე მეტად ვჩანვარ? თითოეულ ფილმში არის ჩემი პატარა ხასიათი გამოვლენილი. თუმცა ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო არის, როგორ მოხვედით კინოში. რა საქმეში გადაწყვიტეთ, რომ გამختارიყავით მსახიობი და მე რამდენადაც ვიცი, თქვენ დაიბადეთ საფრანგეთში ქალაქ ვალანსიენში, სადაც მთელი თქვენი ბავშვობა არის გატარებული და ეს ბავშვობის წლები რო გაიხსენოთ და იმასთან ერთად რო გაიხსენოთ სად გადაწყდა რომ მსახიობი გახდებოდით? Oui, je suis né dans le nord. დავიბადე ჩრდილოეთ ვალანსიენში.
მაგრამ ვალენსიანში ძალიან ცოტა ხანი დარჩი, რადგან ომი დაიწყო. გერმანელები ბელგიიდან მოდიოდნენ და ამიტომ ჩემი ორი ბაბუადან ერთ-ერთმა წამიყვანა მანქანით ვალენსიენიდან. ძალიან სწრაფად დავტოვეთ ვალენსიენი. იქ დავბრუნდი, რომ მესწავლა ბაკალავრიატზე. ორი ბაბუა მყავდა. მამა არ მყავდა. მამა ჩემი არ ზრუნავდა ჩემზე. ბაბუა, რომელიც ცხოვრობდა ციხესიმაგრეში, იყო არისტოკრატი, უზარმაზარი ქარხნის დირექტორი. ბაბუა მყავდა იტალიელი ემიგრანტი, ასე რომ მე მქონდა ორი სრულიად განსხვავებული ოჯახი. ერთხელ დღისით წავედი კინოში ნაცვლად საშუალო სკოლაში წასვლისა. თუმცა არ ვიცოდი რა დამკვდებოდა. 18 წლის ვიყავი. მე შევედი კინოში. ეს იყო ამერიკული ფილმი. ისეთ მსახიობებთან ერთად, რომლებსაც არ ვიცნობდი. მაღალი, ქერა ადამიანი, მღეროდა, ცეკვავდა, იყო მხიარული, მოქნილი და მე მას ასე ვუყურებდი. მე მივხვდი, ეს არის ის, რისი გაკეთებაც მინდა. იმ დღეს ამერიკელი მსახიობის დანახვისას ჩემს თავს ვუთხარი, რომ ფილმების გადაღება მსურდა. ბოლოს კი მივხვდი, მინდოდა ვყოფილიყავი კომიკოსი, მსახიობი. მსახიობს დენი კეი ერქვა. ის იყო 50-იანი წლების უზარმაზარი ამერიკელი ვარსკვლავი. ასე რომ ეს იყო დენი კეი, რომელმაც მოულოდნელად გამარკვია იმაში, რომ მინდოდა მსახიობი გამხდარიყავი. 30 წლის შემდეგ, როდესაც ნიუ-იორკში ფილმი „მაღალი ქერა მამაკაცი“ გამოვიდა, პრემიერაზე ქალბატონი მოვიდა ჩემს სანახავად, რომელმაც კომპლიმენტები მითხრა და ასევე დასძინა, რომ ძალიან მახსენებთ მამაჩემსო. შემდეგ ჟურნალისტებისგან გავარკვია, რომ ეს ქალბატონი სწორედ იმ დენი კეის ქალიშვილი იყო. ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო ჩემთვის. ძალიან საინტერესოა და დარწმუნებული ვარ, ამაზე თქვენს გიფიქრიათ. აი ის დღე რო არ ყოფილიყო, შემთხვევით რო არ გენახათ ეკრანზე ფილმი დენიკის მონაწილეობით, რამაც როგორც თქვენ ამბობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიგაღებინათ, რო არ გამოსულიყო თქვენი კარიერა. და საერთოდ ზოგადად აქ რომ არ შემოგებიჯებინათ კინემატოგრაფში, რა შეიძლება ყოფილიყო თქვენი პროფესია მსახიობი რო არ გამხდარიყავით? I don't know. არ ვიცი, It's impossible. მართლა To be. C'est pas possible. მთელი ჩემი ოჯახი დამეხმარა. ინდუსტრიაში ყოფნა ეს არ იყო ჩემი ოცნება. ჩემი პირველი ოცნება იყო მსახიობობა და ავისრულე კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიცი რა იქნებოდა. Sinon je sais pas. ეს ის შემთხვევა არის, როდესაც პიერ რიშარი იყო ჩემი საყვარელი მსახიობი რა და ბავშვობაში ტელეეკრანებთან თუ კინოთეატრებში, სადაც თქვენი სახელი ეწერა, ის ფილმი აუცილებლად უნდა მენახა და იქვე იმასაც გეტყვით, რომ მე ხა არ ვარ მსახიობი და თქვენ ეს პროფესია უკეთესად იცით, ვინ იცის თქვენზე უკეთესად პრინციპში, მაგრამ ძალიან რთულია ითამაშო აი ესეთი როლები, ერთის შეხედვით კომედიური, რითაც თქვენ გახდით ცნობილი და ასე შეგიყვაროს ხალხმა. მე ხა მახსენდება ბევრი ადამიანი, ვინც აი ამ ჟანრში ყოფილა, ხო, დაწყებული, თუნდაც საფრანგეთიდან აღებული ლუი დე ფიუნესიდან და ასევე ამერიკაში რო წავიდეთ, ავიღოთ პირობითად ჯიმ კერი, ხო, ისიც თამაშობს რაღაცა კომედიურ როლებს, მაგრამ ეს არ არის შედარება. რისი კითხვა მინდა? თქვენ შემთხვევაში მე არ მახსენდება ასეთი კეთილი თვალების და კეთილი განწყობის მომტანი მსახიობი რა და როგორ ფიქრობთ, რისგან გამომდინარეობს ეს ადამიანური ფაქტორია თუ რამე შეიძლება სხვა იყოს რა, იმიტომ რომ ჩემთვის დარწმუნებული ვარ, არა მარტო ჩემთვის თქვენი ნათამაშები როლები მხოლოდ და მხოლოდ სიკეთესთან ასოცირდება. Dans tout ça, j'ai compris deux mots. De Funès, Jim Kelly. Le reste, bon. J'ai fait prendre dans les De Funès, Jim Kelly, après.
J'en sais rien parce que je m'analyse pas. არ ვიცი, რადგან საკუთარ თავს არ ვაანალიზებ. ჩემს თავს არ ვეუბნები, თუ ამას გავაკეთებ, ხალხს მოეწონება თქო. ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ერთ დღეს ივ რობერმა, რომელიც ჩემი პირველი პროდიუსერი იყო, მითხრა, იღბლიანი ხარო. იმიტომ კი არა, რომ საუკეთესო ხარ, არამედ იმიტომ, რომ ხალხს უყვარ ხარო. ვერასდროს ხვდებოდი, რატომ შეუყვარდი მაყურებელს. მართლა. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემს პირველ ფილმში ძალიან მიამიტი ვიყავი. იცი რატომ მიდის ეს ფილმი ასე კარგად? იმიტომ, რომ აუდიტორიის ნახევარი არ არის შენსავით მიამიტი და სურს ისეთი იყოს. ხოლო მეორე ნახევარი დაბნეულია და უხარიათ, რომ თავისნაირი დაინახეს ეკრანზე. სწორედ ამაში იყო ჩემი პოპულარობის ფენომენი. ადამიანებს მოვწონდი იმიტომ, რომ სურდათ ჩემნაირები ყოფილიყვნენ. თუმცა ამის მიზეზები ნამდვილად არ გამიანალიზებია. რაც თავარია, მე მიყვარს ადამიანები და ისინი ამას გრძნობენ. ჩემი გადაცემის ამაყო პარტნიორია Central Park Towers-ი, რომელიც 5 ვარსკვლავიან კომპლექსს აშენებს თბილისში, რომლის ოპერირებას Redison Blue აიღებს საკუთარ თავზე. პროექტი საინტერესოა, ეს არის 42 სართულიანი ორი ნაგებობა, რომელიც თქვენი ინვესტირების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაწილად შეიძლება გახდეს, იმიტომ რომ პროექტის მესვეურთა გათვლით ეს არის 150.000-იანი ინვესტირება ყოველწლიური 35.000-იანი შემოსავლით. ამიტომ არ უნდა გაუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან და Central Park Towers-ი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საინვესტიციო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქისთვის, ასე რომ ვისაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ყველაფერი ცვალებადია, ხო? იცვლება ტექნოლოგიები, იცვლება მიმდინარეობები და ალბათ კინემატოგრაფიც შეიცვალა იმ ეპოქასთან შედარებით, მაშინ როცა თქვენ დაიწყეთ ფილმებში თამაში. აი ამ სხვაობაზე რო გვითხრათ, რო შეადაროთ იმ დროის კინემატოგრაფი დღევანდელთან ტექნოლოგიების გარდა რითი განსხვავდება, თუ შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ. Peut-être les films d'aujourd'hui sont plus შეიძლება დღევანდელი ფილმები უფრო რეალობაზეა ორიენტირებული და ამიტომ უფრო სერიოზულიცაა. სოციალური პრობლემები უზარმაზარია. ნაკლებად მხიარულია ცხოვრება ვიდრე 50 წლის წინ და ეს იგრძნობა კინოში. ასე რომ ფილმების თემებიც უფრო მძიმეა. ნებისმიერ შემთხვევაში. დღევანდელი კინემატოგრაფი ბევრად უფრო ნაცრისფერია ვიდრე ადრე. კინო ძალიან შეიცვალა. იმიტომ რომ სამყაროც ასეთი გახდა. მათი თქმით, პესიმისტური ყოფნის საფუძველი არსებობს. ცოტაშორის მეც პესიმისტი ვარ, მაგრამ ბედნიერი პესიმისტი. რატო გეკითხებით? მაგალითად, რო შევადაროთ ბოლო წლების განმავლობაში ასეთი საკულტო ფილმები აღარ გამოდის, როგორიც აი იმ ეპოქაში იყო. რისი ბრალია როგორ ფიქრობთ ეს და მეთანხმები თუ არა? ან თუნდაც გაიხსენეთ თქვენთვის, აი თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, რა ვიცი, ერთი ან ორი ფილმი, რომელმაც თქვენზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. Le cinéma est de plus en plus difficile. კინოს გაკეთება სულ უფრო და უფრო რთული გახდა. გარდა რამდენიმე დიდი წარმოებისა. ეს ყველაფერი COVID პანდემიამ უფრო გაართულა. COVID-ის შემდეგ ხალხი 2 თვის განმავლობაში მიეჩვია სახლში ყოფნას. გარეთ არ გამოდიოდნენ. ისინი სავარძელში იჯდნენ ტელევიზორთან, რომელსაც აჭერ ღილაკს და გაქვს ყველა ფილმი, რაც გინდა. ასე რომ, ბოლოს ხალხი შეეჩვია ფილმების ყურებას ტელევიზიით და არა კინოში სიარულით. Pour aller sortir et faire la queue pour regarder un film. ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია ტელევიზორში ვნახოთ სახლიდან გაუსვლელად. ამან კინოზე რა თქმა უნდა იმოქმედა. კინემატოგრაფს სულ უფრო და უფრო ნაკლები ფული აქვს, რამდენიმე დიდი წარმოების გარდა. დანარჩენებს კი ფილმის გადაღება უჭირთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს პრობლემები თეატრმა ნაკლებად განიცადა.
ამ მხრივ ამერიკელები კარგად არიან. მათ ბევრი ფული აქვთ. თუმცა ფრანგებს, რომლებსაც ნაკლები თანხები აქვთ, უფრო ცოტა ფილმს იღებენ. მე ასევე ვიცი, რომ თქვენ არანაკლებ წარმატებული ხართ თეატრში, თეატრის სცენაზე, თქვენი მონოსპექტაკლის შესახებაც ვიცი. და რამდენად რთულია დრო დაგრჩეს თეატრისთვის, მაშინ, როდესაც ყოველთვის და თქვენ შემთხვევაში ზუსტად ვიცი, რომ ესეა, ყოველთვის დიდი მოთხოვნილებაა თქვენზე ითამაშოთ ფილმებში. Je joue pas vraiment au théâtre, je fais des one-man shows, je suis seul sur une scène. მე თეატრში არ ვთამაშობ. მონოსპექტაკლები მაქვს. ჩემ პერსონალურ შოუებს ვაკეთებ. სცენაზე მარტო ვარ, საათნახევარი ვსაუბრობ დიდ მსახიობებთან. ბევრს ვაცინებ ხალხს, მაგრამ მე არ ვაკეთებ კლასიკურ სპექტაკლებს. ამ წარმოდგენებით გასტროლებიც კი მქონდა. ეს იყო დიდი ხნის წინ. ასევე ამერიკაში, სან-ფრანცისკოშიც ვიყავი. მოკლედ, ამ როლებით ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ 80 ფილმში ვარ გადაღებული, ვერ ვიტყვი, რომ ბევრი დრო მრჩებოდა თეატრისთვის. J'aimerais quand même avant de se quitter dire le ასევე მინდა გაგიზიაროთ ის სიამოვნება და სიხარული, რაც მქონდა საქართველოში ფილმის გადაღებისას. ეს ფილმი ნანა ჯორჯაძის მიერ გადაღებული შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტია. არ მინდა ისე წავიდეთ, რომ არ გითხრათ, რა დიდი სიამოვნება მივიღეთ თბილისში გადაღებაზე 3 თვის განმავლობაში. à Tbilissi. მე არასოდეს გადამიღია ფილმი, რომელიც იყო ასეთი გიჟური. ბევრი ფილმი მქონია, მაგრამ ეს არის დაუვიწყარი რამ მოგონებებიდან. Mais celui-là reste un souvenir impérissable. J'aimerais vous dire pourquoi. არ შემიძლია არ კითხოთ ამ ფილმზე, ვიცი რომ ბევრი ფილმია თქვენი სათაყვანებელი, მაგრამ განსაკუთრებით არის სათამაშო, რომელმაც ადამიანებს სხვა ბევრ რაღაცაზე დააფიქრა, მიუხედავად კომედიური ჟანრისა. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ აი ეს პერიოდი ამ ფილმს, როდესაც იღებდით, დარწმუნებული ვარ მაყურებელს ძალიან აინტერესებს და თუ იცოდით გადაღების პროცესში, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა. Parce que c'est un film c'est un მშვენიერი ფილმი იყო, რომელმაც 3 თვის შემდეგ ლოს-ანჯელესში კინაღამ მოიგო საუკეთესო ფილმის ჯილდო. Je ne plaisantais pas, moi. Monsieur Eric. c'est aussi les rapports père-fils. ეს იყო ჩემი პირველი ოდნავ დრამატული ფილმი. Donc j'avais deux raisons pour ის ჩემი ერთ-ერთი Il y ფავორიტია. a eu l'élégance. იმიტომ რომ ეს არის ფილმი, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის ძალაუფლებასთან, ფულთან დაკავშირებულ და ასევე მამაშვილის ურთიერთობებს და ყოველთვის მენატრება მამაშვილის ურთიერთობა. ასე რომ, ორი მიზეზი მქონდა, რომ მომწონებოდა ეს ფილმი. მას ჰქონდა ელეგანტურობა და ამისთვის ვებერს მადლობას ვუხდი. ძალიან ბევრი დამწყები მსახიობი გიყურებთ ახლა და რა რჩევას მისცემთ მათ? Il y a tellement ძალიან რთულია, რადგან ყველას თავისი განსაკუთრებული გზა აქვს. სწორი ხაზი არ არსებობს. ეს რთულია. ერთადერთი რაც მახსოვს არის ის, რომ უნდა გჯეროდეს შენი ოცნებების. შემდეგ არის ნიჭი, არის შრომა, არის იღბალი, მაგრამ ეს არ არის რჩევა. ეს არის დაკვირვება. ამიტომ როგორც რჩევად, ისე არ ვამბობ. არიან ისეთებიც, რომლებიც 20 წლის ასაკში ხდებიან ვარსკვლავები. ყველას თავისი პირადი გზა აქვს. ერთადერთი გჯეროდეს შენი ოცნების. თუ კი მართლა გჯერა ოცნების, გაქვს კიდეც ერთი შანსი, რომ ეს ახდეს. ეს არ არის განსაზღვრული. როგორ ფიქრობთ დღევანდელი გადმოსახედით თქვენგან ყველას დიდი მადლობა ვისეკუთვნის. როცა ჩემი იტალიელი ბაბუა გარდაიცვალა, მე მის საწოლთან ვიდექი და დედაჩემს მან უთხრა, ეს ჩემი შვილიშვილებიდან ერთადერთი იქნება, ვინც წარმატებას მიაღწევს და მე ეს ჩამრჩა გონებაში. და როგორც ჩანს, ჩემი პირველი ფილმის პრემიერა შედგა 40 წლის ასაკში. მე ზუსტად
ოცნებებზე ვსაუბრობდი და სწორედ ამიტომ მეუბნებოდა ბაბუა, რომ ჩუმად დავლოდებოდი წარმატებას. მე არ ვიყავი მოუთმენელი. და ვინც მოუთმენელია 20, 22, 28, 30 წლის ასაკში, ვამბობ, რომ წარმატება 35 წლის ასაკში მოვა. ვიძახდი და აი ჩემი პირველი ფილმი 40 წლის ასაკში შედგა. გამახსენდა ბაბუა ჩემის ნათქვამი, რომელიც ჩემზე იძახდა, რომ მე მივაღწევდი წარმატებას. მჯეროდა მისი ნათქვამის, ასე რომ ეს არის ოცნება. გარდა იმ ფილმებისა, სადაც ქართულ ფილმებს გულისხმობ, სადაც მონაწილეობა გაქვთ მიღებული, აი ის რომ არა, საქართველო თქვენთან რასთან ასოცირდება? Je l'aime particulièrement. ჩემი ფილმის ბოლო დღეს მთელ გუნდთან ერთად გავფრინდი თვითმფრინავით. ისინი იყვნენ იქ მხოლოდ იმიტომ, რომ დამშვიდობებოდნენ. ასეთი რამ არასდროს მინახავს. 40-მდე ვიყავით. ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ყველა ტიროდა. მეც ვტიროდი. იქ იყო პროდიუსერი, რომელიც 100 კილოგრამს იწონიდა. ასევე იყო მუსიკოსი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს. მთელი გუნდი იყო ჩემთან გამოსამშვიდობებლად და ჩვენ ტიროდით. ეს არის მოგონება. მე არასოდეს გადამიღია ფილმი, სადაც ბოლოს ჩვენ ვტიროდით. ჩვენ ვტიროდით, რადგან ერთმანეთს ვემშვიდობებოდით და ამიტომ არის ჩემთვის საქართველო ასეთი დასამახსოვრებელი. ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ვისურვებდი საქართველო დარჩეს ისეთად, როგორიც არის. აუცილებლად მინდა გკითხოთ იმ საქმის შესახებ, რომელსაც თქვენ დიდ დროს უთმობთ, ეს არის მეღვინეობა. არ ვიცოდი ვიყიდით თუ არა, თუმცა ვესტუმრე ერთ ნაკვეთს, სადაც ადგილობრივი მამაკაცი მიხსნიდა თუ რას წარმოადგენდა ვაზი. მე მას ბუნდოვნად ვუსმენდი, რადგან ვუყურებდი ზღვას და არა ვაზს, მაგრამ ის, რაც მან მომიყვა, ალბათ იმაზე მეტად დამაინტერესა, ვიდრე მეგონა. პარიზში რომ დავბრუნდი, ერთი თვის შემდეგ ვთქვი, ვყიდულობ. მაგრამ ერთი თვის შემდეგაც კი არ ვგეგმავდი თითქოს ყიდვას. მე წინასწარ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. ჩემთვის ეს იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მე ყოველთვის ცაში ვიყურებოდი, ვოცნებობდი კინემატოგრაფიაზე. ახლა კი ვისწავლე მიწისკენ ყურება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიწა მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერში საკუთარი ინვესტიცია ჩავდე და ძალიან ბევრი დრო დაუთმე. ახლა ასე ვარ. ოცნება, ვაზი. ოცნება, ვაზი. ყოველ შემთხვევაში მე გადაღებების განახლებას ვაპირებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ და იმედი მაქვს, რომ თქვენ საქართველოს კიდევ ვესტუმრებით. It's for you. ძალიან დიდი მადლობა ფრანგული ღვინით. მეც მინდა გითხრათ, რომ მცირე საჩუქარი მაქვს თქვენთვის. ჩვენ ყავს ჩვენი მეგობარი, ძალიან ნიჭიერი დიზაინერი ელენე შავდია და ის ყოველთვის მატანს საპატიო სტუმრებისთვის, როდესაც ქვეყანას ვტოვებ, გადასაღებად მივდივარ საჩუქრებს და ეს არის სპეციალურად თქვენთვის ქართული სამოსის ნაწილი. Je reconnais. C'est génial. It's beautiful. ხელი უნდა მოვაწერინო ბატონ პირს ნაჩუქარ ღვინოზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ასეთი მასპინძლობისთვის, მინდა გისურვოთ დიდხანს კარგად ყოფნა, ჯანმრთელობა და მე ძალიან მდიდარი ვარ დღევანდელი დღით, მადლობა ამისთვის, დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც მოეწონა და დიდხანს უნდა ყოფილიყო კარგად, რომ არა მარტო საფრანგეთს და საქართველოს, მთელ მსოფლიოს სჭირდება თქვენნაირი ადამიანები.